გლდანის მერვე საპყრობილეში მყოფი პატიმრების შველას ითხოვენ ამ ინფორმაციას მედიისთვის დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს, როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, ამ დროისთვის გლდანის მერვე საპყრობილეში შესული არის სპეცნაზი და ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზეწოლა პატიმრებზე, რათა მათ არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ გააკეთონ. ამ თემაზე დღესვე განცხადება გააკეთა ასევე პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კუახა კუკავამაც, როგორც კუკავა აცხადებს, ზოგადად საარჩევნო უბნებზე დარღვევები მრავლად არის, მაგრამ მაშინვე როგორც კი დამკვირვებლები ამის შესახებ საჩივრებს ადგენენ, მათ საარჩევნო უბნებს სასწრაფოდ ატოვებინებენ. ძალიან გაგვირგვებული ვარ, როდესაც გასულია ფაქტიურად რამოდენიმე საათი ამ განგაშის გამოცხადებიდან და დღესაც როცა ეხლა ველაპარაკე რამოდენიმე წუთის წინ ოჯახის წევრებს პატიმრებისა, ისინი აცხადებდნენ, რომ არავინ წარმომადგენელი არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, არც სახალხო დამცველის აპარატიდან იქ არ გამოცხადებულა. ღია უბნებზეც სადაც შეიცადნენ გაეწიათ წინააღმდეგობა აი ამ გაყალბების ტექნოლოგიებისათვის, პირდაპირ იქნენ უცერემონიოდ გამოყრილი იქიდან, როგორც ჩვენი ალბათ სავარაუდო სხვა პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.